თურქი ბიზნესმენების შეხვედრა საპარტნიორო ფონდში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თურქეთის პარლამენტის წევრი საქართველოს თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ შახინი და სტარვუდის წარმომადგენელი მეჰმედ ილდიზი მიიღო. შეხვედრას საქართველოში თურქეთის ელჩიც დაესწრო. ირაკლი კოუზანაძემ თურქეთის დელეგაციის წევრებს ფონდის მუშაობის პრინციპები და თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო. კოუზანაძემ სტუმრებს იმ სექტორში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, სადაც საპარტნიორო ფონდი ძირითად პროექტებს ახორციელებს. სტარვუდ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებას ინვესტიციებით თურქეთის მსხვილი საინვესტიციო კომპანიები არიან დაინტერესებული, რომელთაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მდიდარი გამოცდილება აქვს. ჩვენ მქონდა შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან, მათთან ერთად გახდათ საქართველოს თურქეთის ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თურქეთის მეჯლისის წევრი. საუბარი შეეხება რამოდენიმე მიმართულებით თურქული ბიზნესის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა ეს არის ხეთკ და ხეთკის გადამამუშავებელი საწარმოოს შექმნა საქართველოში. მათ აქვთ რამოდენიმე საინტერესო პროექტი უკვე აჭარაში განხორციელებული და მათთვის საინტერესოა ამ ბიზნესის გაფართოება საქართველოს მასშტაბში.